4 შეცდომა მოტოციკლეტის შეძენისას. ეს იქნება წინა ვიდეოს დამატება ბონუსად. და ყველაზე მთავარი მეგობრებო ამ 4-ში არის მოტოციკლეტის შეძენა გარბენის მიხედვით. ეს კიდევ ერთი მითია, დავიღალე უკვე ამ მითების დანგრევით, მაგრამ გავაგზელებ, რა თქმა უნდა, არ გავჩერდები. მოტოციკლეტი დაბალი გარბენით შეიძლება იყოს უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე მოტოციკლეტი უფრო მაღალი გარბენით. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული მოტოციკლეტის კონკრეტულ მდგომარეობაზე. უნდა შევხედოთ მოტოციკლეტის საერთო მდგომარეობას. იმიტომ რომ მაგ გარბენს ჩამოგიყრიან 80,000-დან 10,000-ზე, მიდი და იყიდე და გეგონოს რომ ყავს კარგი მოტოციკლეტი. ესე მეგობრებო, მოტოციკლეტი არასდროს არ შეიძინოთ. შეხედეთ მოტოციკლეტს გარბენი ემთხვევა მის საერთო მდგომარეობას. ხო, აქ ძალიან ბევრი ნიუანსებია, რასაც ახლა აღარ დავასახელებ ამ ვიდეოში, მაგრამ გეტყვით შემდეგში, რომ მივაქციოთ ყურადღება ამ დეტალებს და იმის მიხედვით მივხვდებით, რამდენად რეალურია გარბენი, რასაც გვიჩვენებს მონაცემთა დაფა. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალოთ, რომ ამას გარბენი 40,000 აქვს, ეს არ ვარგა, ამას გარბენი აქვს 15,000 და ეს ჯობია. ესე მეგობრებო, არ მუშაობს ამ სფეროში. უნდა შევხედოთ მოტოციკლეტის საერთო მდგომარეობას. შეცდომა ნომერი 2. მოტოციკლეტის შეძენა სრული შემოწმების გარეშე. იქ დაინახეთ, რომ გამოიყურება ლამაზად, ახალი გარეცხილია, ლაკი აქვს გადასხმული, ბზინავს და მორჩა. გონიათ, რომ ეს იდეალური მოტოციკლეტია, ყიდულობთ და მე როდესაც უკვე მოხსნით აი ამ პლასმასებს, შეხედავთ შიგნით, არის შიგნიდან გამომპალი, ესე ვთქვათ, ხო, ბრჭყალებში. ამიტომ შევხედოთ ყველა დეტალებს, მაქსიმალურად დავაკვირდეთ, სრულად შევამოწმოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ან წავიყვანოთ მცოდნე ადამიანი და ის შეამოწმებს, ხო და გვეტყვის ღირს თუ არა ამ მოტოციკლეტის შეძენა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ მოტოციკლეტის სრული შემოწმების გარეშე. შეცდომა ნომერი 3. ტესტ დრაივის გარეშე მოტოციკლეტის შეძენა. თუ მოტოციკლეტს აქვს რაღაც პრობლემები, ძრავში, გადაცემათა კოლოფში, ან მაგალითად საბურავის რვიანებს ხაზავს და შემდეგ ეს ყველაფერი გამოჩნდება, როდესაც თქვენ გაატარებთ მოტოციკლეტს. არ ვიცი, წაიყვანეთ ვიღაც, მიეცით ყიდველს თანხა, რომ იქ დარჩეს თქვენი მეგობარი მასთან ერთად და თქვენ წადით, გაიარეთ, გამოიარეთ 1-15 წუთი მაინც და დააკვირდით, ისმის თუ არა რაღაცა ხმა, როგორ მუშაობს გადაცემათა კოლოფი, საჭე მიაქვს მარცხნივ თუ მარჯვნივ, როგორ არის საჭის საკისრები. ეს ყველაფერი გამოჩნდება მსვლელობის დროს. აუცილებელი არის ტესტ დრაივი და ყოველთვის გააკეთეთ ტესტ დრაივი. თუ თქვენ არ იცით ან დამწყები ხართ, წაიყვანეთ მეგობარი, მცოდნე და ის გააკეთებს ტესტ დრაივს. რა თქმა უნდა, თანხაც უნდა წაიღოთ, რომ თანხის გარეშე მე პირადად არც ერთ მყიდველს მოტოციკლეტს არ გავატან. და შეცდომა ნომერი 4, სიტყვაზე ნდობა. არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ გამყიდველს სიტყვაზე. მნიშვნელობა არ აქვს, ეს თქვენი ნათესავია, ან თქვენი ნათესავის ნათესავი, ან ბავშვობის მეგობარი და მნიშვნელობა არ აქვს. სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება. და ეს ეხება იმ სიტუაციებს, როდესაც გამყიდველი გეუბნებათ, რომ ალების სანთლები შეცვლილია, ზეთი შეცვლილია, არ უნდა შეცვლა არაფერი, არა მეგობრებო, მოტოციკლეტს ყიდულობთ, აუცილებლად შეცვალეთ ან შეამოწმეთ ალების სანთლები და შეცვალეთ აუცილებლად ზეთი და ზეთის ფილტრი. არავის არ ენდოთ, რომ შეცვლილია და რაღაცა. თქვენ თქვენებურად შეცვალეთ და მიხედეთ მოტოციკლეტს, როცა ყიდულობთ. სიტყვაზე ნდობა დღეს არ შეიძლება. შეამოწმეთ კარგად მოტოციკლეტი. თუ ვერ ერკვევით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წაიყვანეთ ადამიანი, უფრო ჩახედული ამ თემაში და ის შეამოწმებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.